მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ მოგწერთ ძალიან მალე. დღეს გავაკეთებთ გაშლას სამ პოზიციაზე. თქვენ წინაშე არის პოზიციები, ერჩევთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. თუ მალე ვერ არჩევთ პოზიციას, ვიდეო დააპაუზეთ და როდესაც იქნებით მზად, შემდეგ განაგრძეთ ყურება. შეგახსენებთ, რომ ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ ყოველთვის უყუროთ. ვიდეო თქვენზე იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც რთავთ და უსმენთ და ის კავშირში არ არის თუ საიტზე როდის არის განთავსებული. ვისაც ჩემთან გსურთ პირადი კონსულტაცია ან დაინტერესებული ხართ ენერგეტიკული წმენდით, შეგიძლიათ მომმართოთ დეტალებისთვის მესენჯერში. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. ვიწყებთ პირველი პოზიციის განხილვას. პირველებო, ვინც აირჩიათ დღეს პირველი პოზიცია, მოგესალმებით და ვნახოთ, ვინ მოგწერთ დღეს თქვენ ძალიან მალე. დღეს რატომ ვახსენე? შეიძლება დღესაც იყოს ეს წერილი. ვუყურებთ ყოველ შემთხვევაში, ვინ მოგწერთ ძალიან მალე, ვინ გამოდის თქვენთან კონტაქტზე, კომუნიკაციაზე. აქ არის სიტუაცია პიროვნებასთან, როდესაც ვეძახით გაყინულ მდგომარეობას, ხო? თითქოს თქვენ შორის არის რაღაც ბარიერები, კედელი, უკონტაქტობა, მაგრამ რაღაც პატარა კომუნიკაციის წყარო არის დატოვებული. შეიძლება რაღაც საიტებზე დაბლოკეთ, მაგრამ ნომერზე და სხვადასხვა საიტზე გაქვთ თავისუფლად დატოვებული მისი, ასე ვთქვათ, სივრცე, რომ როცა მომდება და გადაწყვეტს, რომ გამოვიდეს კონტაქტზე, აქვს რაღაც პატარა გზა დატოვებული, რომ იქ შეუძლია, რომ გამოვიდეს კონტაქტზე. ესეთი სიტუაციაც შეიძლება იყოს ან ბლოკის ამბავი. მაგრამ შეიძლება იყოს უბრალოდ პიროვნება, რომელთანაც თითქოს კომუნიკაცია აეწყო, მერე ერთშვენიერ დღესაც დამთავრდა ინიციატივები თქვენგან და თვითონაც აღარ გამოვიდა კონტაქტზე და თქვენც აღარ გადადგით ნაბიჯი და ძალიან გაიწელა ეს პროცესი და გაიყინა ერთი და იგივე სიტუაცია და აღარ საუბრობთ ამ პიროვნებასთან. თუმცა შეიძლება ეს ადამიანი სტორებზე შემოდიოდეს სადღაც ინიციატივას იმ კუთხით იჩენდეს, რომ არ საუბრობდეთ, მაგრამ სადღაც თავის არსებობას აფიქსირებდეს, ხო? ეს არის გაყინული სიტუაცია, როგორც აღვნიშნე. ბარიერები, კედელი, თქვენ შორის აღმართული უკონტაქტობა და ზუსტად აი ეს დუმილი დაირღვევა. აი ასეთ გაყინულ სიტუაციას ვალღობთ, ხო? ყინულს ვალღობთ. კიდევ ნახოთ აქ რას გვეტყვის კარტი. სხვათა შორის აქ ეს პიროვნება დაიწყებს, ურთიერთობაში მობრუნება არის აქ და წარსული დროის ქექვას დაიწყებს ძალიან აქტიურად. შეიძლება ისეთი უცნაური, სენსიტიური იყოს თქვენთვის ეს ადამიანი, რომ საერთოდ აქამდე ეს ემოციები თუ მას ჰქონდა, ან საერთოდ თუ რაღაც ემოციებს გადიოდა, თქვენც არ იცოდით, ან ვერ წარმოიდგენდით და დაიწყებს რაღაც წარსულის გაქექვას. აი მაგალითად, რატომ შევწყვეტეთ კომუნიკაცია, რა კარგად ვიყავით, ის რომ ენატრება და რაღაც აღიარება აქვს, წარსულს, რაც თქვენ გაკავშირებთ, აქტიურად ხაზგასმით შეეხება და თქვენ მიხვდებით თუ რა ემოციებს გადიოდა ის იმ პერიოდში, როდესაც დუმდა. აი ესეთი სიტუაცია გელოდებათ თქვენ პირველებო. დაგემშვიდობებით თქვენ. გადავდივართ ახლა მეორე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით ჩემო მეორეებო, ვინც აირჩიათ დღეს მეორე პოზიცია და ვიგებთ თქვენს შემთხვევაში, ვინ მოგწერთ ძალიან მალე. კონფლიქტი. აქ პიროვნებასთან გაქვთ ხოლმე ურთიერთსაწინააღმდეგო
მოსაზრებები, კამათი, კონფლიქტი, პოზიციის არ დათმობა. კომუნიკაცია არის თქვენ შორის, მაგრამ სულ მთავრდება კამათით. შეთანხმებას ვერ აღწევთ ამ ადამიანთან. მასთან კომუნიკაცია ჰგავს შტორმს, ხო, აი რაღაცა ისეთ ამინდს, სადაც მზე არ ჩანს. მასთან კომუნიკაცია ჰგავს რაღაც რისკს. მასთან არის ყოველთვის ხელბა, ემოციებით დატვირთული ხართ ხოლმე, როდესაც ამ პიროვნებასთან კონტაქტობთ, მაგრამ როდესაც არ გწერთ, შეიძლება უფრო ცუდად იყოთ. გირჩევიათ, რომ ეჩხუბოთ ერთმანეთს, ვიდრე საერთოდაც შეჩერდეთ, ხო? ანუ შეიძლება თქვენი ნაბიჯიც კი იყოს, აქ გამოწვევა იყოს, უბრალოდ პროვოცირება იყოს, რომ ოღონდაც ვიჩხუბოთ, მაგრამ გამოვიდეს კონტაქტზე. ну, აქაც რაღაც SMS-ი იქნება, მაგრამ ისევ ესეთი აღელვებული, ზღვასავით, ხო, მღელვარე ემოციები წამოვა. იქნება ისევ საქმიანი გარჩევები, ემოციების გარჩევები, ვის უფრო მეტად უყვარს, ვის არ უყვარს, ვინც ცემს ურთიერთობაში მეტ პატივს ერთმანეთს, შეიძლება იყოს დაყვედრებები ერთმანეთთან, რაღაც მან გითხრათ, მე თქვენც უთხრათ ის, რაც გაწუხებთ და მაინც როგორც აქ არის გამოხატული, ხო? მაინც რჩებით დაამთავრებთ ამ მიმოწერას ისე, რომ ვერ თანხმდებით, მაგრამ მიმოწერები გექნებათ. კამათი, რთული ტექსტები, დიდი ტექსტები, მაგრამ მაინც სიმშვიდე არ ჩანს. სხვათა შორის ეს მიმოწერები თუ გაინტერესებთ ახლა რომ როდის შეწყდება, როდის გავალთ ფინალში, რჩებით თუ რას ვშვებით, ხო, რაღაც ესეთი ინტერესი თუ გაქვთ, იცოდეთ რომ იცოდეთ რომ აი ჯერჯერობით ეს მდგომარეობა ორი არჩევანი აქვს. ორივე გზა რაც არ უნდა აირჩიოთ ამ ურთიერთობას არ ამთავრებს. აი შეიძლება დაღლილებიც ხართ ასეთ სიტუაციით, მაგრამ ჯერჯერობით აი ეს მიმოწერები ამ ტემპში, ამ სიტუაციაში გაგრძელდება. და რამდენიმე დღე, რამდენიმე თვე და რაღაც მომავლის ენერგია შემოდის აქ, ხომ? აი რაღაც პერიოდი კიდევ დარჩა ისეთი, რომ ვერ ამოწურავთ ამ კომუნიკაციას ერთმანეთთან, იმიტომ რომ როგორც გითხარით, როდესაც შვიდდებით და კონფლიქტი აღარ არის და აღარ წერთ ერთმანეთს რამდენიმე დღე გადის ან საათი, მაინც რაღაცა მიზეზს ეძებთ, რომ ერთმანეთთან დაკონტაქტდეთ, თუნდაც იჩხუბოთ. აქედან გამომდინარე, ეს სიტუაცია რამდენიმე თვესაც შეიძლება მოიცავდეს, რომ გაგრძელდება. ორმხრივი ინტერესისა და ორმხრივი ამოუწურავი გრძნობების გამო. დაგემშვიდობებით, მეორეებო. ჩვენ გადავალთ ახლა მესამე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით, მესამეებო, დღეს ვინც აირჩიეთ მესამე პოზიცია და ვიგებთ, ვინ მოგწერთ ძალიან მალე. ну, აქ არის ეგრეთ წოდებული დეჟავიუ ურთიერთობა, როდესაც ან სულ ერთ წრეზე დადიხართ ამ პიროვნებასთან, გაწყვეტავთ ურთიერთობას, გონიათ რომ მორჩა, მაგრამ ისევ შემოდის ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში და შეიძლება წლებსაც კი ითვლიდეს ეს ურთიერთობა. მაგრამ არც წინ მიდის ეს ურთიერთობა, არც უკან მიდის ეს ურთიერთობა, არც გრძნობები ქრება, მოლოდინი რჩება და ესეთი განცდა გაქვთ ყოველ ჯერზე, რომ ეს ხომ უკვე გავლილი გვაქვს, ეს უკვე გავიარეთ, მაგრამ ერთი და იგივე წრე ტრიალებს ურთიერთობიდან გადიხართ, ეს ადამიანი ისევ შემოდის ურთიერთობიდან, გონიათ რომ შეიძლება სხვა გაიცნოთ, მან გაიცნოს სხვა, მაგრამ მაინც ბედი ერთმანეთთან გაკავშირებთ და ეს არის ურთიერთობა, როდესაც
მუდმივად ისეთ განცდებს გიტოვებთ, როდესაც ახალი თითქოს უკვე აღარაფერი აღარ არის. შეიძლება რაღაცას რომ მიწერთ, უკვე წინასწარ იცით 10 SMS-ის იქით რა პასუხებს დაგიბრუნებთ ეს ადამიანი, მაგრამ მაინც აგრძელებთ რაღაც კომუნიკაციას და ესეთი პერიოდი მოდის. თუ ახლა ისეთი ფაზა გაქვთ, რომ ეს ადამიანი დიდი ხანი არ ჩანდა თქვენთან, ეს პიროვნება შემოდის თქვენს ურთიერთობაში ისევ. თუ ისედაც ურთიერთობა გაქვთ და კომუნიკაცია გაქვთ, ისევ ეს ადამიანი რჩება მიმოწერებში. მაგრამ ყველას გქონია ეს განცდა დეჟავიუს, რასაც ვეძახით, ესეთი ენერგია იგრძნობა კომუნიკაციაში და შეიძლება ისეთი SMS-იც კი მიიღოთ, რომ სადღაც 3 წლის უკან იგივე დღეს ესეთი რაღაც მოხდა და დღესაც იგივე ხდება, ესეთი რაღაც გაიფიქროთ. ნახოთ აბა კიდევ. აქ არის სიტუაცია, როდესაც ერთმანეთთან გაქვთ დიდი მიჯაჭვულობა. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანს აქვს ისეთი განცდა, რომ ეს ის ადამიანია, რომელმაც კარგად იცის თქვენი დადებითი და უარყოფითი თვისებები და აქედან გამომდინარე ამ პიროვნების ბოლომდე ცხოვრებიდან აღმოფხვრა და მისი გაშვება არც გეთმობათ გულის სიღრმეში, თუ გაბრაზებული ხართ, მაშინ შეიძლება ამთავრებთ ურთიერთობას, მაგრამ კარგად რომ დაფიქრდებით ხოლმე, თითქოს რაღაცა ძაფი არსებობს, სადაც ერთმანეთს ვერ უშვებთ და რაღაცა შფოთვაც კი გაქვთ ხოლმე, რომ რასაკეთებს, სად არის. ხან ისეთი ფაზები გაქვთ, რომ საერთოდ არ გაინტერესებთ ეს ადამიანი, ხან ისევ ქარცეცხლი ბრუნდება, ისევ ინტერესი ღვივდება, ჩნდება, მაგრამ მერე ისევ რაღაცა უინტერესო ფაზები იწყება და ეს წრე ტრიალებს და ეს არის ორმხრივი მიჯაჭვულობა. ამ პიროვნებასაც ზუსტად ეს მიჯაჭვულობა აქვს თქვენთან, რომ არ შეუძლია რომ ხელი გაგიშვათ, არ შეუძლია რომ ურთიერთობიდან ბოლომდე წახვიდეთ და სხვა პიროვნება ნახოთ მართლა სერიოზული კავშირისთვის ან თვითონ ბოლომდე დაგივიწყოთ და რაღაც აღარ მობრუნდეს უკან და რაღაც შფოთვებისა და რო ვიტყვით ხოლმე ერთმანეთის გარეშე ყოფნის პერიოდებიც გაწუხებთ ხოლმე და აქედან გამომდინარე SMS-ები იქნება ასეთი პიროვნებისგან უკვე კარგად ნაცნობი სცენარით, მაგრამ თან რაღაცა ემოციებსაც მაინც მოგიტანთ და სულ ერთი არ იქნება მაინც თქვენთვის ეს სიტუაცია და გეკნებათ ის განცდა, რომ ნეტავ კიდევ ესეთი ხანი გაგრძელდეს, რომ ცოტა კარგად ვიყოთ ერთად და ნეტავ კიდევ გაგრძელდეს ეს კარგი პერიოდი და სიმშვიდე ჩვენს ურთიერთობაში რაღაცა ცოტა რო ვიტყვით ხოლმე, იმის სურვილი გეკნებათ, რომ რაღაცა არ გაუშვათ ეს ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან და თქვენს რაღაცა წვლილი შეიტანოთ თამაში. დაგემშვიდობებით, ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, მომავალ შეხვედრამდე.